ბაზარი ვიკვლიეთო და ბაზარს უნდა მოვარგოთო. ახლა ჩვენ ის კოტების გადანაწილება უნივერსიტეტში, რომელი პროფესია უნდა დარჩეს, რომელი უნდა განვითარდეს და რომელი უნდა მოკვდეს. დღეს საქართველოში შრომის ბაზარი როგორ მდგომარეობაშია? პასუხი ამაზე ხო ყველას გაქვთ, რომ ფაქტიურად არ არსებობს. რომელ შრომის ბაზარზე მელაპარაკებით, სადაც ქვეყანაში მხოლოდ მუშაობს ბანკი, სუპერმარკეტი და აფთიაქი. სხვა დამისახელეთ ისეთი მსხვილი ბაზრის ერთეული, რომელიც შეიძლება ავიღოთ ესეთი სამიზნეთ, იმაზე გავასწოროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ვექტორი და შემდგომ ეს განათლების სისტემა იმას მოვარგოთ. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ სრულიად განადგურდება ყველაფერი. ანუ ესეც არის ერთ-ერთი დამადასტურებელი იმის, რომ ყველაფერი მიდის მცდარად და ყველაფერი შეფუთულია ერთგვარი პროპაგანდით, რომლითაც უნდათ რომ ადამიანები უბრალოდ მახეში შეიტყუონ. და შესაბამისად აი ეს ზუსტად რომ არ გჭირდება ამდენი დიპლომიანი ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ შემდგომ მათ დასაქმებას პროფესიით, ეს არის ძალიან მცდარი მიდგომა.